Batono prezidento მინდა მოგილოცოთ ზესიურ საქართველოში 86 წლის იუბილე თქვენ და სრულიად საქართველოს. ასევე გილოცავთ თქვენ და 3.205.000 ქართველსა თუ ეთნიკურად არა ქართველს. მას შორის აფსუებს, ოსებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ასირიელებს, ბერძნებს და ყველა იმ ეთნიკურ ქისტებს და ყველა იმ ეთნიკურ წარმომავლობას, რომლის უმრავლესობამ 1991 წლის 31 მარტს საყოველთაო რეფერენდუმზე თქვენთან ერთად ჩაუყარა საძირკველი თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე და თქვენ იმ 3.200.000 ქართველთა თუ ეთნიკურად არა ქართველთან ერთად საქართველოს კონსტიტუციური რესპუბლიკა გახადეთ სამართალმემკვიდრე იდენტური და უწყვეტობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა მისი ისტორიული მიწაწყლით და არა საბჭოთა საქართველოს. ვინც თქვენ ქსენოფობიაში და პოლიტიკურ უცოდინარობაში ბრალგზდებს. ვაი მათი უმეცარი დედები ვატირე მე ბატონო პრეზიდენტო, დღეს არ შევიგინები, დღეს თქვენი იუბილეა. საქართველოს სახელმწიფოებრივი თანამედროვე სახელმწიფოებრიობის მესარძირკვლის და საქართველოსში ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმი 1991 წლის 31 მარტს, სადაც 3.205.000 ქართველმა და ეთნიკურად არა ქართველ მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ერთადერთი რესპუბლიკა 15 რესპუბლიკაში, საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელმაც საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე აღადგინა ქართული სახელმწიფოებრიობა 70 წლიანი ოკუპაცია ანექსიის შემდეგ და შახი და მატი გაუკეთეთ საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს, რუსეთის ფედერაციის უმაღლეს საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სენატსა და კონგრესს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ზეციურ საქართველოში ბატონო პრეზიდენტო. ფარავდეს ღმერთი სრულიად საქართველოს ერთიან ქრისტიანულ უძლებს